გამარჯობა. ეს არის დოქტორ დეტერმინისტის პოდკასტის მე-20 ეპიზოდი, რომელიც დაწერილია სივრცე 13-ში. დღეს ვისაუბრებთ იმ თემაზე, საიდანაც დავიწყეთ საერთოდ ამ პოდკასტების სერია რა. მინდა რომ ისევ შევეხოთ სტუდენტების და რეზიდენტების საფიქრალს, ანუ იმ ხალხის საფიქრალს და სატკივარს, ვისაც ჩაბარდება რა, ჩვენი მედიცინის მომავალი, ვალდას ეგ რა. ჩვენ სტუმრები იქნებიან იაკურას პედიანი და მარიამ მელიქიძე და დღეს პირველ რიგში დიდი მადლობა თქვენ მობრძანებისთვის და მინდა რომ თქვენი აზრების ბოლომდე გაშლის საშუალება მოგცეთ და პატარა ჩემი რემარკებიც გავაკეთო რა. და თან როგორ მინდა იცი გავშალოთ ჩვენ დღევანდელი ეპიზოდი რომ თან შევეხოთ ზოგად რაღაცა თემებს პირველ რიგში მაყურებელი გავართულოთ რომ ძალიან რთულ თემაზე ვლაპარაკობთ. როგორი უნდა იყოს სამედიცინო საგანმანათლებლო სისტემა, ამის შეიძლება ვიცოდეთ უფრო დამაჯერებლად ვილაპარაკოთ, რაღაცა როგორ უნდა ვუმკურნალოთ რაღაც ჰელიკობაქტერიას, მაგრამ როგორ უნდა იყოს საქართველოზე მორგებული იდეალური მოდელი, არ ვიცით რა, ეს რაღაცა ისეთია რა, უნდა ვიმსჯელოთ, ვილაპარაკოთ, ერთმანეთი აზრით ყავს მეორე და ასე ანუ სიჩუმით რომ პრობლემა უეჭველი არ დაიზრდება წინ, ეგ ზუსტად ვიცი რა. პირველ რიგში ჩემი мотиваცია ხარ არის ამ პოდკასტების სერიით რა და რატომ მინდა ეს თემებს არაერთხელ შევეხო და მაგას აგერ საჯაროდ კიდევ ვაძლევ დაპირებას რომ ამ თემაზე თქვენ მეგობრებთანაც იქნება სხვა დროსაც არაერთხელ დავუბრუნდებით. იმიტომ რომ მაგისთვის მაქვს ეს არაკომერციული სივრცე, პატარა ციფრულ დიდ იმაში რა ქვია მორევში შექმნილი რომ ასე თემებზე შვიდა წრარად და არა ვიღაცეების ზეგავლენით განსჯის საშუალება რომ მოგვეცეს რა. მინდა რომ თქვენს აქტუალურ იმასაც შევეხოთ, ან ეხლა ხართ დალს პროცესებში და რაღაცეები ხდება საინტერესო სტუდენტებისა და რეზიდენტების და მაძიებლების თავს რა. მაგრამ მინდა თან ზოგადად თქვენი მსოფლმხედველობა მაინტერესებს რა, როგორ უყურებთ და როგორ გესახება რა პრობლემებს აწვდომი ხარ და თქვენი გადმოსახედიდან აი როგორი ყოფილა მათი გადაწყვეტის გზები და რა გაწუხებთ რა მარტივად რო ვთქვა რა, იმიტომ რომ რაც უფრო მეტად დაიტვირთება ადამიანი ახალად რაც უფრო გამწარებამდე მიიყვანენ ადამიანს სანამ პაციენტის მართვას დაიწყებს, მერე ეგ ძალიან ცუდი ისრა იქნება ხოლმე რა და უამრავი სოციალური პრობლემებით დატვირთული ექიმი ნიშნავს კიდევ უფრო მეტი სოციალური პრობლემით დახუნძღულ პაციენტს რა, ასე რომ მინდა რომ ეს თემები კარგად გავშალოთ დღეს რა. როგორ დაიწყო ეს ამბები თავიდან, ანუ მე საუბარი მაქვს ბოლო ასე ვთქვათ სამინისტროსთან კომუნიკაციაზე, რაღაცეების დაანონსებაზე, აქციების თუ რაც არის რა თქვენი აქტივობა ხა ბოლო, ეგენიც მინდა თქვენი პირიდან თქვა რომ მოვისმინო რომ ასა არასწორი ციტირებებს არ კონდეს ადგილი. კი ბატონო, მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ საშუალება მოგვეცით ამაზე ღიად ვისაუბროთ. დაგეთანხმებით იმაში, რომ ძალიან კომპლექსურ თემას ვეხებით, არ იქნება მარტივი არც იმის გადმოცემა რა პრობლემები არსებობს და არც მოგვარების გზებიც მარტივი არ არის ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე და შესაბამისად არც ერთი საუბრით და არც ერთი პროტესტით ეს საკითხი სამწუხაროდ ვერ მოგვარდება. ეს ამ თემის წამოჭრა ესე აქტიურად დაიწყო მას შემდეგ, რაც ძალიან ბევრი ადამიანისგან და განსაკუთრებით მაძიებლებისგან და მომავალი რეზიდენტებისგან, მომავალი ექიმებისგან წამოიჭრა ის თემა, თუ რამდენი ადგილი გამოაცხადა სახელმწიფო რეზიდენტურამ მიმდინარე სესიაზე. ამაზე პროტესტს მოყვა ძალიან ბევრი ადამიანის რეაქცია და შესაბამისად ჩემი ასე რომ ვთქვათ ძალიან დიდი სურვილი იყო რომ ეს ყველა ეს ადამიანი ვისაც პროტესტი ჰქონდა და ვინც მიიჩნევდა რომ რეალურად პრობლემა არსებობს შევკრებილი ყავით და გვეფიქრა, ანუ თუ ვერაფერს შევცვლიდით ყოველ შემთხვევაში გვეფიქრა და დაგვესახა მაინც გეგმის სახით რაღაცა ამ პრობლემის გადაჭრის გზები. ანუ პრობლემა მიიჩნევთ იმას, რომ მცირე რაოდენობა გეჩვენა თქვენი აზრით განსხვავებული. დიახ, და არა მარტო, გარდა მაგისა ძალიან ბევრი პრობლემა აქვს მედიცინის კურს დამთავრებულს, ნუ მაგალითად საწყისი ამ ეტაპზე ეს იყო. დიდი ხანია რა თქმა უნდა არსებობს პროტესტი ყველა ჩვენგანში, ვინც შევიკრიბეთ ერთ სივრცეში, თუმცა ამ დროისთვის ამით დაიწყო. მან კითხვა რა მექნება იცი, რომ როგორ აი ადგილებზე მეც მიფიქრია რა და რამდენი ადგილი ცხადდება სახელმწიფო უნდა გამოცხადდეს, ეს ხო რაღაცა გათვლას უნდა ეფუძნებოდეს.
რას ეფუძნება იცით მეთოდოლოგია როგორ ითვლიან მე არ ვიცი მაგალითად და ვარ დიდად რო არ მოგატყუოთ ვერც მოვიძიერო აი როგორ ვითვლის სახელმწიფო აი რამდენი მჭირდება რა გასტროენტეროლოგი რავი ერთს რატო აცხადებს რა 10 რა ლოგიკით აცხადებს იცით რაიმე გაქვთ მაგ თემაზე რამე ინფორმაცია მაგ საკითხზე ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია იმიტომ რომ ვერანაირ ლოგიკას ვერ პოულობ ყოველ შემთხვევაში რა პრინციპით ითვლება ანუ გუშინ სპეციალურად გადავხედე 2025 წელს მაგალითად გამოქვეყნდა კანონი ჯანდაცვის მინისტრმა მოაწერა ხელი დეფიციტურ საექიმო სპეციალობებზე დეფიციტურ საექიმო სპეციალობებზე ჩაითვალა ბავშვთა მიმართულებები და ამაზე არ ვდაობთ რომ ბავშვთა მიმართულებები დეფიციტური არის და ეს ცალსახა არის თუმცა იქ არის გარკვეული სპეციალობები მაგალითად პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია იყო ნეიროქირურგია იყო კარდიოქირურგია იყო ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია იყო დეფიციტურ საქმიანობებად გამოცხადდა და ძალიან ბევრმა აიღო ლიცენზია და მოიპოვა საექიმო საქმიანობის უფლება მაგ კანონის ფარგლებში. თუმცა ეჭვი ხო არ გაჩ მე ეჭვი გაბიჭდა. მოდი ასე ვთქვათ, რომ ხო არ არის ვიღაცა კონკრეტ ვიღაცა ერთზე არა, მაგრამ რაღაცა ჯგუფზე გაკეთებული ეს ისა რომ მაგეთი ეჭვები რატო მიჩდება ხოლმე იცი აი რაღაცა უაზრო და კონტექსტიდან ამოვარდნულ რამეს რო ვაწყდებ, სულ ეგ ეჭვი მიჩნდება, რომ ვიღაცის ვიღაცა ხო არ იყო და ამის გამო და მადი კანონი ხო არ შეგვეჩვა რაღაცა ჯიგარო და შევცვალოთ კანონი რა პრობლემაა სასამართლო არ რატო მიჩნდება ხა ეგ ეჭვი. იმ ჩავხედე ადრე გასტროენტეროლოგის კომპეტენციებს რა რომ აქვს ლიცენზია მეთქი აბა რა ტერიტორიას მისაზღვრავს ისა და მიწერია გასტროენტეროლოგად ზრდი ადამიანს რა ზრდი არაფერს აზრდი მაგრამ ფორმალურად ზრდი რა და მიწერია ისა სუნთქვის ტესტი ლაქტოზისა იმის ჰელიკობაქტერიის სუნთქვის ტესტის ჩატარების ის რასაც არ სამედიცინო სტაფი არ უნდა რა საერთოდ უნდა ისა რა ქვია საერთო საქმეც ექთნის მოცდენად რაღაცა ძალიან ისეთი არა ვის დაავალებს რა კლინიკაში სამედიცინო განათლებას უარ ჭირდება იმ აპარატი ჩაბეროს იმას და თან ისე საერთოდ ეცერ არა ანუ ზოგადად სუნთქვის ტესტები გიარდენია ჰელიკობაქტერის რატო აი ლაქტოზის აუტანობის კვალიფიკაცია არა აქვს რო რამე სიტუაციაზე რომ მოუნდეს ანუ იმდენად აბსურდული ჩანაწერია მაგას რო ეტყვი რომ ვინმე ეს რა გასტროენტეროლოგს რომ მე ვარ კომპეტენტური სუნთქვის ტესტების ჩატარების ამბავი ენდოსკოპიის ჩატარების უფლება არ აქვს ყველაზე თავარია და სუნთქვის ტესტების ჩატარების პრეზის გაქვს რომ აი მაგათ რაღაცებს რო ვკითხო აი საიდან გასა ხო ახლა ვიღაცა იმას ჩინონის ასე ხო არ მოაფიქრდება სულ რა იცის იმას სუნთქვის ტესტი რა არის და ჰელიკობაქტერია და ის ხო აი სულ მიჩნდება ხოლმე ეჭვი რომ აი რაღაცა ვიღაცის გამოა ეგენი გაკეთებული რომელსაც ვერაზროს ვერ გავიგებ აი როგორც ეხა შენ ამბობდი ამ იმაზე რომ აი რა შუაში იყო ხო ვიღაც ისე პროფესია გამოჩნდება უცებ რომ თითქოს რაღაცა არ ჯდება ხო რა თითქოს გიჩდება რა განცდა მაგაში ხო რა მარტო არა ვარ ესე იგი მაგივასი რა ბიდასტური კი იმიტომ რომ აი პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგიაზე დეფიციტურად გამოაცხადა მაგრამ ვერანაირ ლოგიკაში ვერ ჯდება ის რომ წლები არის ანუ მინიმუმ 5 წელი არის რომ არც სახელმწიფო და არც კერძო რეზიდენტურაში ორი ადგილი ავიღოთ მაქსიმუმ არ გამოცხადებულა პლასტიკურ ქირურგიაში ანუ შეიძლება ძალიან ცოტა რიცხვს ვამბობ 4 და 5 აიღეს სიტყვაზე ხო თუ დეფიციტური არის და სახელმწიფო თვლის რომ პლასტიკური ქირურგი ქვეყანას არ ყავს ანუ რატომ არ უზრუნველყოფს იმას რომ შესაბამისი სპეციალობით მოამზადოს რეზიდენტი რომელსაც ანუ ბევრს აქვს ძალიან სურვილი ქონდა ყოველ შემთხვევაში ჩემს კურსზე ქონდა მაგრამ რამდენიმე პლასტიკური ქირურგიის მიმართულებაზე გაგრძელების სურვილი თუ იყო დეფიციტური რატომ არ მიეცათ საშუალება თავის დროზე მანდ ხა ერთ კითხვას დაგისვამთ რა მარიამ როგორ ფიქრობ ანუ ეხა რასაც ვაპარაკობთ ხო მე რა ის მიჩნდება იცი მართლა გულწრფელი სურვილი რომ გავიგო და გახდეს ღია გამჭვირვალე მეთოდოლოგია რა რომ რითი ვითვლით, მართლა მაინტერესებს, რომ ჩაუჯდე და როცა დრო მექნება, ნახო რა ერთი რა ასე ბაზრის კვლევა როგორ ხდება, არ არის საინტერესო, რომ საიდან მოდის ეს ისა რა. თუ მართლა ასე მოდის, რომ დაჯდება ოთახში და იყოს 20 გაუშვი ხა რაღაცა, ანუ ასე დონეზე იღებენ გადაწყვეტილებებს თუ იმაში იღებენ, რომ მართლა რამეს ეფუძნება. გათვლა რა არის?
ეგ იყოს საჯარო და გამჭირვარი, რომ გითხრან რა, რომ იქნება და ტყუდები, კაცო, რო ვაბარებ იმან შულს რო ურჩევ ჩააბაროს იმაში სამედიცინოზე, რომ ხედავ რომ ბაზარზე რა სიტუაცია ხომ მჭირდება, ასე ხო უნდა მივიღო გაწყვეტილება, რომ რახან მოდი სამედიცინო იყოს ჩავაბარო რაღაცა რაციონალურად ხომ უნდა გავთვალოთ, სად რა პროფესია ავარჩიო, ხო? და ეგ უნდა იყოს გამჭირვარი ჩემი აზრით. არ მეთანხმებით მაგაში, მარიამ რა ვარქვი, რომ თვითონ ანუ ცოტაა და ბევრიაზე დისკუსიაც მორჩება. ანუ იქ სახელმწიფო წარმოების გეტყვის რომ ცოტაა თუ ბევრი იგეჩვენება თუ ცოტა გეჩვენება აგერ გვაქვს მეთოდი თუ გინდა ამას ედავე და რავი რა შევასწოროთ ახლა არასწორად ვიკვლევთ მეთოდოლოგია შევცვალოთ რაღაცა იქ მონაცემები არ ვარ გაიქნებს რაღაცაები შევცვალოთ მაგრამ აგერ ეს არის რა ამაზე თუ თანხდებით всё ამას მივყვეთ რა როგორ ფიქრობ ამაზე იოსასთვის გავაგრძელებ პროტესტი ნუ გამწვავდა მას შემდეგ რაც აი ესე პრეზიდენტურის ადგილი დაიდო 97 სახელმწიფო პრეზიდენტურის და ეს იყო დისპროპორციული იმისა რაც მოხდა მას შემდეგ რაც დაიდო თვითონ აბიტურიენტი ანუ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 900 ადგილი დაიდო მარტო სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დარჩა მედიცინის ფაკულტეტი როგორც ასეთი ჯავახიშვილს გაუქმეს ილიას გაუქმეს კიდე რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტს გაუქმეს და იმის მაგივრად რომ სისტემა ჩვენ დღეს გვეუბნება და ძალიან ბევრ დებატებში ითქვა რომ ექიმები მოიყვანეს მაგალითად, რომ რატო უქმდება რაღაც ფაკულტეტები და ამის მაგალითად მოიყვანეს ექიმები, რომ ჩვენ ქვეყანას ამდენი ექიმი არ სჭირდება, ამდენი რესურსი არ არსებობს და ამის საპირწონედ გვიდებენ 900 ადგილს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და 900 კურსდამთავრებული, რომელსაც ემატება კიდევ მობილობები, კერძო უნივერსიტეტი კურსდამთავრებულები, გამოდის რომ მეათედიც კი ვერ ახერხებს რომ პოსტდიპლომური განათლება გააგრძელოს. ანუ ვერ ხვდებით საიდან მოდის ან ჯერთი დეფიციტურ საქმიანობებში ანესთეზია რეანიმაცია მინიმუმ როგორ უნდა იყოს დეფიციტური ან როგორ შეიძლება ლიცენზია მიცე რეზიდენტურის გავლის გარეშე ქირურგს ეგეც არ მისმის ხელოვნურად ხდიან დეფიციტურს ამ სპეციალობებს საიდან მოდის ეს რაოდენობა ვერ ხვდები ვერც იმას ხვდები თუ რესურსი არ გააჩნია ქვეყანას და ამდენი ექიმი არ სჭირდება რატო ასამაგებ რაოდენობას სტუდენტების მედიცინის და რატომ არის ისევ მცირე მაშინ რეზიდენტურის ადგილები. ჩემს ლეგიტიმურ ეჭვს რატო ხდება მას? ეხლა სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიზარდა, რო გქონდეს ფული სახელმწიფო უნივერსიტეტს. მორჩა, ანუ ფული რო გქონდეს, სამეცნიერო ელიტარო ჩუმად არის, მას არ იღებს, აბა ეს ხარჯზე უნდა იყოს ჩუმად. რა იმას ჭირდება კეისარს კეისრის. სამეცნიერო უნივერსიტეტს რაც 2000 ლარი რო ღირს ბიუჯეტი და რო ხდის თუ რაღაცა ძალიან მიზერულ თანხას იღებს უნივერსიტეტი სტუდენტის ხარჯზე რა გათვლილი და იმის მაგივრად რომ ეს თანხა ხმამაღლა გამოვიდეს და თქვას რომ ვერ მოგიმზადებ ხარისხიან სტუდენტს ვერ მივცემ განათლებას რაღაცა შეიძლება შემეშალოს თანხა მაგრამ არ გაზრდილა მე მგონი შევარნაძის როიდან მოყოლებული რა მე როგორც ვიცი მე რუსაული ყოველ შემთხვევაში ძალიან ცოტა იყო იმათ სტუდენტს ვერ მომამზადებს ვერავინ იქიდან ხელფასი პროფესორებს დარჩებათ რაღაცა ლარი მე მგონი რა მედი არაფერი ხო და იმის მაგივრად რომ ეს თქვან უნივერსიტეტმა რომ მოდი რა ამ n რაოდენობის თანხა თუ ვერ მომამზადებ 5n რაოდენობის თანხა მჭირდება და სამაგიეროდ სტუდენტი მოდი რეალისტური მოატყუებ ამ ხალხს რა რომ არის იმან ხა 16 წლის რო არის ჯერ სადილის და წინ კონკურენცია და რაღაცები შეიძლება არ ფიქრობდეს ადამიანი უბრალოდ რაღაცა რომანტიზებული წარმოდგენა ჰქონდეს მედიცინაზე და უნდადეს მართლა რომ ეგონოს ყოველ შემთხვევაში უნდადეს მედიცინა და ამ იმაში ხორცაკებ მანქანაში რო აგდებ და რო იცი რომ უეჭველი დეფიციტური გახდება რა იმიტომ რომ იმისთვის კი შენ ანუ ქვეყნისთვის კი არ დაგჭიროებია ეგ კადრი რამე გათვლას კი არ ეფუძნებოდა იმ გათვლას რომ უნივერსიტეტს კონდეს ფული ანუ ეგ ხალხი ჭირდება იმისთვის რომ სახელმწიფომ ამ ხალხის ხარჯზე უნივერსიტეტს შეუტანოს ფული თორე მე თავში ყაუხლია იმას რომ დაამთავროს ეგ ზოგი ევროპაში წავა ზოგი რაღაცა გლოვოს კურიერი გახდება ზოგი რასიზამს ზოგი რასიზამს და ეგ მაგაზე უკვე აღარ ზრუნავდა ეგ არ არის პასუხისგებლობა ეგ აი ძალიან სწორ ეხა ზოგადად უნივერსიტეტში ჩაბარებულების და რეზიდენტურებში ჩაბარებულების რიცხვი ერთმანეთსგან შეიძლება განსხვავდებოდეს და ალბათ უნდა განსხვავდებოდეს ახლა ყველა ვერ დაამთავროს ხო შეიძლება ხა და ალბათ ვენც უნდა დაამთავროს სწავლება უნდა იყოს რაღაცა რთული უნდა მაგრამ ამდენად ხო ეხა რომ 10 ჯერ შემცირდეს და მასე დარჩეს თან გავითვალისწინოთ რომ არანაირი კონკურენციის პირობებში სამედიცინო სწავლა უმარტივესია აქ რო იყოს წურვა სამედიცინო რო აი სიქა გაძრა ადამიანს მე 6 კურსამდე სანამ მივიდა ხო მაშინ კიდევ არგუმენტი ხო იქნებოდა ეხა იმათ ხარეს რომ
რა ვქნათ, ურთულესია, ასეთ სტანდარტი გვაქვს, აბარებს 100-დან 1 გააღწევს ბოლოში და ეგ არა, რაც არის, ეგ არის. და მაშინ გავიგებდით, მაგრამ სწავლა როგორია, აგერ რა ვიცი, მე როგორც იყო, კი მახსოვს და თქვენ როგორც იყო, კი მეთქვით რა, ხო, არაფერი არ შეიცვლებოდა რა. და ეს ხო, ხდება ეს თვალში რა, ეს აცდენა რა და ძალიან თავისივე სიტყვებს ეწინააღმდეგებიან, იმიტომ რომ მართლა ექიმები მოიყვანეს მაგალითად, რომ აი მაგალითად ექიმები ავიღოთ. ამდენი ექიმი არ გვჭირდება ჩვენ, ამდენი რესურსი არ გვაქვს და მეორე დღეს დებენ 900 ადგილს. თან ნუ აი ახლა მე რო აბიტურიენტი ვიყო, გამიხარდება რა ვთქვათ, რომ აი ილუზიებში ვარ და მინდა რომ აი ძალიან მინდა მედიცინა და რა მაგარია სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ვისწავლი უფასოდ. მაგრამ იმას ვერ იაზრებ მაგ ეტაპზე, რომ შენ რო უნივერსიტეტს დაამთავრებ, დიპლომირებული მედიკოსი არაფერს არ ნიშნავს, ანუ არავინ არ ახარ ფაქტობრივად. შენ თუ მე არ მომეცი საშუალება რომ განვითარდე, არ მომეცი კონკურენტუნარიანი გარემო, არ მყავდა მენტორი, რომელიც მასწავლის, მაშინ რა ვიცი, აზრი არ ქონია და ფაქტობრივად ამდენ ადამიანს ტოვებენ ჰაერში და იმეტებენ გაურკვეველი მომავლისთვის. ოკეი. და მანდ ხა რა არის თქვენი ხედვა, ანუ სახელმწიფოს ელაპარაკებით ამ შემთხვევაში, ხო? ანუ სახელმწიფოსთან გვაქვს საუბარი. აი რას ეუბნებთ, აი ხა კონკრეტულად მაგალითად ბოლო პროტესტის განმავლობაში ამ სიტუაციას უხსნით და რა მოყვება მე ამას? ნუ უნივერსიტეტის ეტაპიდან რომ დავიწყოთ, ჩვენი ხედვა, რაზეც საბოლოოდ ჩამოვყალიბდით რამდენიმე ადამიანიდან ყველა ერთად ჯამში, ვფიქრობთ, რომ უნივერსიტეტის ეტაპზე სწავლება უნდა იყოს გაცილებით უფრო ხარისხიანი, ვიდრე არის ეხლაც, დამეთანხმებით ალბათ. და ასევე ვთვლით, რომ დაახლოებით მეორე-მესამე კურსზე იყოს, ასე რომ ვთქვათ, რთული, კომპლექსური გამოცდა, რომლის ასე რომ ვთქვათ, გადალახვა იქნება მხოლოდ ანუ კვალიფიციური სტუდენტებისთვის შესაძლებელი, ანუ შესაბამისი აკადემიური მოსწრებით იმათთვის, ვისაც რეალურად აქვს გადაწყვეტილი, რომ შეეჭიდოს სამედიცინო საქმიანობას და ისინი გაიფილტრონ, ვინც ანუ სიტყვაზე, მოდი ახლა მედიცინაზე ჩავაბარებ, ანუ რამდენიმე ვიცი ეგეთი, რომ აი ვიჯექი და რაზე ჩავაბარო, მედიცინაზე ჩავაბარებ. და ანუ მე სადღაც რაღაცა ეტაპზე უნდა იყოს ფილტრი ადამიანების, ანუ სტუდენტების, რომ ანუ ბოლოს უკვე 6 კურსს დამთავრებული არ აღმოჩნდეს რაღაცა ხელმოცარული და სრულად ადგილის გარეშე. ამას ელაპარაკები სახელმწიფოს თუ უნივერსიტეტს? ხო, ანუ სახელმწიფო უნივერსიტეტსაც მათ შორის და რატოც ანუ მე ხა იმასთან მე ჩემი სუბიექტური ვარ და არ არის გამორიცხული მართალი არ ვიყო, მაგრამ ამ თემაზე ხა 100% მართალი ვარ, ანუ სამინისტროს წარმომადგენელთა ლაპარაკი საერთოდ არანაირი იმედი არ მაქვს რა მე პირადად. ანუ იმათი რატო არ მაქვს იმედი ხა რაციონალურ განსჯას ეფუძნება ეს ჩემი სიტყვები. ეს არ არის პესიმიზმი და რაღაცა სუბიექტური ისინი რა შეხედულებები. ყოველ დღე და მარტო სამთავრობო პროპაგანდისტურ არხებს რო უყურებდეს და სხვა ნიუსს ვიგებდებ ხოლმე და დღეში ერთ დანაშაულს ხედავთ ლამისა კორუფციულს რა. სერიოზული სისტემური კორუფციის ხარაში ვცხოვრობთ რა. მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელიც ციხეშია ერთ-ერთი ხარ რო არ შემეშალოს არ მაგრამ იყო ბაგეთი მოადგილე იყო მე მგონი მინისტრის ფულის რაღაცა იმეებზე ხლართებზე ბევრი ამბები არის ციხეში და ზოგადად კორუფციული სისტემა. ეხა კორუფციული სისტემის თავკაც რო ვეუბნები რომ ის თქო რა ქვია გამიმართეთ ხო რაღაცეები, ანუ საერთოდ ანუ ჩვენი რეპუტაცია ხო ჩვენ საქმეებს უნდა ეფუძნებოდეს. ვიღაც პაციენტი რო ჩემთან მოდის როგორც ჭაბას არქუასთან და რაღაცა სიტყვაზე მენდობა. ასე ხო არ უნდა მენდობოდეს, რომ ასე არაფერზე დაფუძნებით, ხო? რაღაცა ტვინში ხო უნდა ქონდეს ამას მენდობი, იმიტომ რომ ეს გაუკეთებია. აი საქმე მინახავს ეს და ტრალი ვარ რაღაცეები უნდა ქონდეს რა. ასე ხო უნდა ქონდეს შენც ახლა სახელმწიფო წარმომადგენელი რო ხარ, მე ვარ კანონმორჩილი მოქალაქე და მინდა რომ ზოგადად სახელმწიფოს ვენდობოდე და მქონდეს სახელმწიფო, მაგრამ შენ რო არ გაქვს დამტკიცებული პერსონალურად არაფერი რო ჩემი ნდობა მოიპოვო, მან უკვე შენთან ლაპარაკის სურვილი ცოტა ისეა რა, ხა კი ვილაპარაკოთ, მაგრამ ცოტა რაღაცა მგონია რომ დროს კარგავ რა, იმიტომ რომ მე მასე უყურებ ხოლმე ყოველ შემთხვევაში რა, იმიტომ რომ მაგიტომ ყველა ინიციატივა აი რაზეც გინდა რომ სახელმწიფო ინსტიტუციებთან ილაპარაკო, სახელმწიფო ცვლილებები გააკეთო, განავითარო და ბოლოს იჭერებ, იმიტომ რომ უყურებ რომ აქ გიზის ქურდი, ან ქურდების ძმაკაცი შენ ღარ პატიოსანი აზარტული ტიპი და ვერ სხვა ინტერესები გაქვს რა, ანუ ვერ მაშინ შენც იმის ენაზე უნდა დაიწყო ლაპარაკი და რაღაცა მე ვეღარ მიდის ხოლმე წინ რა ვერაფერი. მაგ ვარიანტზე ვამბობ რომ აი
რო ვითხოვთ სახელმწიფოსგან რა, რამე გეგმები არ გვაქვს, რომ სამომავლო დაკვირდება და რავი, არ იქნება ვალიდური დაპირება, იმიტომ რომ რავი, ბევრი თავისი დაპირება გადაუთქვია რა უკან რა. გეგმაბეები გვაქვს რამე, რომ აი რაღაცა დაუშვათ ქნა და ჩავარდა სიტყვაზე რა. დავკვირდა მესამე კურსზე, მოვაგვარებ მაგარ გამოცდას გავაკეთებ. ვერაფერს ვერ გააკეთებს, აგერ რაღაცა ტესტებს აბარებს, ისევ ტესტებს აბარებთ, ისევ 12 წლის წინ რო აბარებდი, იგივე ტესტებს მოპარულს და იმას აბარებ დღეს რა. რა ისი გამკეთებელია. მაგას რო ეხლა საი ქუჩაში იცის, არამედიკმა რო გააჩერო სამედიცინოზე რანაირ ტესტებს დაგცინის თელი ქვეყანა მაგას. და რამე შეცვლა რომ უნდა და შეცვლიდა ეხა იმას, მაგრამ არ არის არაფერი შემცვლელი რა და გეგმაბეებზე ვფიქრობ სულ რა, რომ იმას სასწრაფოთაში არ ჩავარდე და მარტო იმას არ უყუროთ ეხა რაღაცა, იმიტომ რომ პოლიტიკური ცვლილებები ხა მარტო ჩვენი ის არ არის ჩვენ არ ხელგვეწიფება ხო რაღაც სამედიცინო ჯგუფს რო ავკიდა ასეთ სახელმწიფო ქონდეს ისეთი ხა ხალხს როგორც უნდა ისეთი უნდა ქონდეს და ჩვენ როგორ შევცვალოთ ამ სისტემის პირობებში რა როგორ გადავირჩინოთ რა თავი რა იმიტომ რომ რასაც ამბობს სწორია ანუ გაცილებით მარტივი არის აი ხა თქვენ რაც ახსენეთ ისეთი საგამოცდო სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც მართლა რეალურად გაფილტრავს, ასე რომ ვთქვათ, კურსდამთავრებულებსაც, ანუ იმიტომ რომ რეალურად ეს ტესტები კურსდამთავრებულს აქცევს, ასე რომ ვთქვათ, მოზეპირე მანქანად, ესე რომ დავარქვა. ანუ იზეპირებ ტესტებს, შეცდომებსაც იზეპირებ, ანუ ფაქტობრივად მოცემულ ტესტში სხვა არის რეალურად სწორი პასუხი, მაგრამ სისტემაში ჩართული არის რომ არასწორი პასუხი არის სწორი და იძულებული ხარ რომ დაიმახსოვრო იმისთვის რომ ანუ ქულა მოიპოვო ანუ ფაქტობრივად შეცდომაზე მიდიხარ ანუ ესეთმა საგამოცდო სისტემა რანაირად უნდა მოქცეს საშუალება ექიმს რომ ჩამოყალიბდე კეთილსინდისიერი მცოდნე და ანუ რანდა შეგამოწმებს. ხო. ჩემი აზრით ვერ ამოწმებს და ამის მოგვარების გზა გაცილებით მარტივი არის ვიდრე იმ სისტემური პრობლემის დაუშვათ უნივერსიტეტის ეტაპზე, ხო? ანუ ვთვლით რომ საგამოცდო სისტემა მთლიანად უნდა შეიცვალოს, ანუ არ უნდა იყოს საერთოდ ღია ტესტები, ანუ წინასწარ ცნობილი ტესტები არ მიმაჩნია სწორად. ვთვლი რომ უნდა არსებობდეს გამოცდამდე რაღაცა მოცემული თემები, საგამოცდო პროგრამა, როგორც არის დაუშვათ მისაღებ გამოცდა უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებზე მოცემული არის რაღაცა თემების ჩამონათვალი პროგრამა, რომელიც ვალდებული ხარ რომ იცოდე და აქედან შემდეგ მოვა უკვე საგამოცდო საკითხები. ან ეგეც ვალიდური უნდა იყოს. ხო, ну ლიტერატურა კიდე ცალკე პრობლემაა. რაღაც თანამედროვე ჰენდაუთი. არა ხო რა. ანუ ეგენი, შენც მასე უყურებ ხო ამას? მგონია რაღაც თანამედროვე ჰენდაუთის სტილში ალბათ უფრო გამოცდის გართულებას ხო თავისი დონეები ექნება ხა ძალიან რთული გამოცდა თუ იქნება ბევრი შეიჭრება რა. ხო ანუ რაღაცა უნივერსიტეტის სწავლებასთან ხო ანუ ისე ეხა ბრახტა მოდი რეზიდენტურის გამოცდა შევცვალოთ და მე უნივერსიტეტში არაფერი მასწავლო ნუ ეგ აი პირველად შეუსაბამო და რამოვარნილი იქნება რა იმიტომ რომ ისე არ გავიგოთ რომ მარტო გამოცდაა პრობლემა გამოცამდე მისასვლელი გზაა პრობლემა იმას რო უწესებ თუ გამოცდას იქამდე რა ასწავლე ხო ამაში ღია კითხვების გარდა ცალკე პრობლემა არის დახურული კითხვები ეგრეთ წოდებული დახურული კითხვები რეალურად დახურული აღარ არის იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვა არის გამოტანილი ამ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი მენტორი ჩვენი ბევრი კოლეგა რაღაც ფინანსური წყაროს სახით აქვს კურსები ასწავლიან რეზიდენტურის მოსამზადებელ ტესტებს, ну, ღია კითხვების შემთხვევაში როგორ დაიზეპირონ ერთი კონკრეტული ტესტი, იმას ასწავლიან და დახურული ბაზა აქვთ, რომელსაც ყიდიან. ანუ ტესტების, დახურული ტესტების ნაკრებს ყიდიან. ექიმები, ვიღაცეები, აქვს კურსები, როგორც უნარების გამოცდის თუ შემზადებოდნენ ადამიანები, ისე შემილია ვიღაცა რეპეტიტორი დავიქირავო, ეგ არ უცოდ მართლა დავიქირავო ვინმე კოლეგა, რომელთანაც მივა რაღაცა ფულს გადაუხდი, ეს ტესტი, ანუ იმ შეცდომი ტესტების დაზეპირებაზეა მართლა საუბარი? ანუ როგორ არის იმას გაზეპირებინებ და, მაგრამ ეგ არა, თავი რეალურად არის თეორიასთან თან რაღაც ბენეფიტი გაქვს, რომ ცოტა გაქვს რომ რამე ტესტებზე. პატარა კეთილსინისერებებისაც შერჩენილი აქვს, ის თან თეორიად უხსნის, რა თქვათ რაღაცა კრონის დაავადების შესახებ უხსნის, რა დაავადება არის, მაგრამ თქვათ იმ ტესტში, იმ კონკრეტული кейსის პასუხი თუ არ არის კრონის დაავადება და არის სხვა რაღაცა დაავადება,
ეუბნება, რომ იცი რა, ამ ტესტში კრონი უნდა იყოს, მაგრამ მოდი ესე დაიზეპირე და ესეა სწორი. მაგრამ თან პარალელურად ხო წლების განმავლობაში ფინანსური წყაროა მათთვის ეს რეზიდენტურის მოსამზადებელი კურსები და შესაბამისად ძალიან ბევრი სტუდენტი დაუგროვდათ, რომლებმაც გამოუტანეს ეს დახურული ტესტები. ამ ადამიანებმა გააკეთეს ბაზა და ამ დახურულ ბაზას ყიდიან. ანუ ფაქტობრივად დახურული ტესტებია. კურსი არის რამდენიმე თვიანი და ესე თეორიულ მასალასაც კი ხსნიან, მაგას ვერ ვიტყვით რომ არ ხსნიან, თუმცა ფინანსურ წყაროდ იქცა. ეგ არის ეგრევე გასაფილტრი ექიმების რიცხვი. ანუ მაგ პროცესი თუ გჭირდება რომ გამოცდა ჩააბარო, არ უნდა იყო ექიმი და მე ბოდიში ვარა, მე რაღაცა მასე უყურებ რა, იმიტომ რომ სიგიჟეა, რას ქვია, რეპეტიტორს ქირაობ, იმისთვის რომ გაფუჭებ ჯერ იმ ტესტ დაზეპირებს რეპეტიტორ რა გინდა. ეგ ანუ ისე დავიზეპირეთ და საკუთარი თავის სიზღით და რაღაცას გულის რევის შეგრძნებით იზეპირებ, რომ აი რა გიწევს მართლა, რომ პასუხი არის კრონი და უნდა შემოხაზო შმონი, იმიტომ რომ რაღაცა ის არის რა, ასე, იმიტომ რომ ჩაგეთვლება რა. ამას რო აკეთებ ჯერ ამხელა იმაზე მიდიხარ რა, დათმობაზე შენ სინდისთან ჯერ მაგ სახელმწიფოს რა უთხარი და მაგ გამოცდას რო რამედ გაფასებს კიდევ რა და რამეს რო გიძებ თავდაჯერებას რო გიქვეითებს პირიქით კი არ გიბაღლებ გამოცდას რო აბარებ თუ თავდაჯერება უნდა მოგებათოს გამოცდის ერთ-ერთი ეფექტი ეგეც არის რომ თავდაჯერებული უნდა იყოს რომ ფული გამოცდა ჩავაბარე და ბევრი ჩემი კოლეგა ვიცი და მეც მაგ მონიშნული ერთ-ერთი ევროპული გამოცდა რომელიც აფერ შეავდა აფერ სამუშაო მინდა რომ რაღაცა ზოგჯერ გიჩდება ამ იმაში განცდა რომ რაღაცა სულელი ხო არა ხან ამას რო აკეთებ რაღაცა მეტის გინდა რა რომ გამოცადო რა შენი თავი და ვერცდის რა სისტემა არ გაძლევს მაგის საშუალებას და მაგ ტესტების დასეპირებაში რომ რეპეტიტორი გინდა და პლუს ამას ეგ ძალიან სერიოზული ამბავია რა ზედეთ არის რომ დახურულ ბაზაზე წვდომის იმედი როცა გაქვს ხო რა რო ზედმეტიც მოგცეს რა ბაზაზე წვდომა ეგ უფრო არის მიზეზი და ეს საბოლოოდ იწოს იმას რომ ნუ რეზიდენტურის 200 ტესტიდან შენ თუ რეპეტიტორთან ემზადები ნუ 195 პლუსი გააქვს და ეს ნიშნავს რომ საშუალო ქულა ისე მომგლადება და არ ვიცი სიმართლე რომ გითხრათ არ ვიცი რაღაც გაკვეთილების რაოდენობაზე ამგვარი დამოკიდებული რომ მოგატყუათ არ ვიცი უბრალოდ იმას ვამბობ რომ დახურული ტესტების უკვე აღარ არსებობამ გამოიწვია ეს რომ საშუალო ქულა ძალიან გაიზარდა თქვათ თუ ადრე იყო რომ 190 ქულა ითვლებოდა ძალიან კარგ ქულად და ერთეულები იღებდნენ. ეხლა შეიძლება რეზიდენტურის ადგილი დაიდოს 3 და აქედან 3-ვეს კონდეს 197 პლუსი. როცა არ არის ნორმალური, 200 და 197 ქულა გაქვს. არაკეთილს ინდექსი. ყველა ან თან არაკეთილს ინდექსი არა, თან თორე ყველა თუ გენიოსია, გაუმარჯოს ვერტვა ავშერებულ ვართ, მაგრამ არაკეთილს ინდექსი არა, ანუ პატიოსანი სტუდენტი რომელიც ამბობს უარს და ეხლა მე რო ჩემ დროს ეგ ყოფილიყო ანუ უეჭველი უარს ვიტყოდი რომ აი მაგაში რომ ფულს ვიხდი რომ ვიღაცასთან ვიარო რომ ტესტები შეცდომით მასწავლოს კურსი ვიარო ამაში ფული გადაუხადო ადამიანი დავიქირავო და მე იმისგან მოვიპოვო ანუ ამაზე რო წავს იმდენად ამქვეითებოდა თავდაჯერება რომ იმას მე ვეღარ აღმიდგენ და ვერავინ და იმას უეჭველი არ ვიზამდი და დავიჩაგრებოდი მე რეზიდენტურაში რო ჩავა მაგ 161 ქულა მივიღე თუ რაღაცა და მოხვდი რა მაინც რა გასტრო ძალიან ის იყო არაპოპულარული ისა და ჩავაბარე რა იმიტომ რომ ეს მაგრამ მაგაზე ეგ ჩემს ეგოსთან შეხება არ ქონია იმიტომ რომ ეგ გამწო ზუსტად ვიცოდი რომ არც კარგი ქულა ნიშნავს ამას არ წოდი კეისარს კეისრისა რა მთავარია ჩავაბარო და იმას 161 ბოდიში სალიცენზიოზე მქონდა რეზიდენტურაც ცოტა უფრო მაღალი მაგრამ ნუ ეხლა 200 არ მქონია რა ხო და ეგ არ გჭირდება პრინციპში იმიტომ რომ იმ ადამიანებმა ვინც მოემზადნენ რეპეტიტორებთან იმათმა მე თავის მეგობრებს გაუზიარეს და საბოლოო ჯამში ეს დახურული ბაზაც არსებობს ცნობილია ფულის გადახდა აღარ გიწევს მოკლედ ყველასთვის ყველაფერი ცნობილია იმას იპოვე ხომ მე მეგობარი გეყოლება ვინსთანაც და ისიც გავცელდი ვა და ეგ ანუ ეგ კიდევ უფრო და ეგ ანუ იცის ხო ამბობ საჯაროდ და იცია ხო ანუ ყველა ხო ხა ეს არ არის რაღაცა ისეთი ძალიან საიდუმლოც არ გითხოვთ ხა ხო არა ეს საჯაროდ არსებობს კი და ეს რამე ხარ როდემდე უნდა განცელდეს ეხა ეს მარაზმი ასე რომ რაღაცა ეს თავის მოთხოვა მან პასუხი რა უნდა იყოს საგამოცდო სისტემა არ შეიძლება ალბათ ანუ აუცილებლად სრულიად უნდა გავუქმოს მომზადების პერიოდში არ ვიცავთ ჩვენს ქონი მე ძალიან ხშირად მიფიქრე რომ რახან ამ ტესტებს ვერ ვსწავლობ აი ვერ ვიზეპირებ და უშუალოდ ხო არასწორ ტესტს ანუ ხშირად მქონია განცდა რომ ანუ დებილი ვარ აი ბოდიში ანუ
ვფიქრობდი ძალიან ხშირად, რომ ვერ ვიზეპირებ და ანუ ეთყობა გონება დაქვეითებული ვარ თუ რა ხდება. რაზე მქონდა კომპლექსი რა, როცა სამედიცინოზე ვსწავლობდი, რომ ძალიან ცოტა დრო მჭირდებოდა მაგან ლექციის ჩასაბარებლად რა, მოსამზადებად. იმიტომ რომ რაღაცა აი მარტივად ვახერხებდი მოკლედ სასურველი ნიშნის მიღებას რა, იმიტომ რომ იქ რაღაცა ლაპარაკის უნარი ქონდა, რაღაცა იქ-იქ და ვახტენდი ლექტორზე, მით უმეტეს თუ გძნობდი რომ ის ვერ იდგა ყარად ორ ფეხზე, ხო? ლექტორს მაინც ის აღრო ყოველ თავს გარიდებს რომ ხედავს რომ რაღაცა ცოტა ის ბევრი ლაპარაკი გიყვარს რაღაცეები ცოტათი აქეთ გერიდება ხოლმე და უფრო კომპრომისებზე მოდის და მაგას სტუდენტი გძნობს მე მაგ იმას და ანუ ძალიან მარტივად ვახერხებდი ხოლმე რაღაცეებს და მაგაზე სულ მქონდა მართლა კომპლექსი რომ ბიჭო ეს არა მეთქი სამედიცინოზე ასე სწავლა ეს არ უნდა იყოს ალბათ სწავლა დღეს ეგ პრობლემა მოგვარებულია მართლა დღეს სწავლის მიღების სურვილი თქვი და სწავლის მიღების მართლა მილიონი საშუალება არსებობს ახლა და ეგ კიდევ პრობლემა არა მაგრამ მაშინ მართლა არ იყო მაშინ დელზე თან იმ ქვისხანაზე ლაპარაკობა 15 წლის წინ და 17 წლის წინ რა მაქსიმუმ არ იყო მასე ქვისხანა იყო იდეაში იმიტომ რომ ანატომიას რო ახლა წიგნიდან სწავლობ რა შეუძლებელია ხო ახლა დღეს რაღაცა წარმოდგენაც არ მინდა იგივე ანატომიას და იგივე იმას რა მეთოდებით ვისწავლი და მაშინ ახლა ფურცელზე დაბეჭდილი იმას რო გითხულობ შავ თეთრს ახლა უკვე გამოდის რომ ქვისხანა იყო უკვე დღევანდელთან შედარებითაც კი რა სერიოზული ამბავია რა და მე ეს გამოცდის პრობლემაზე რას გეუბნები არა ვინმე რამეს ამაზე როცა ლაპარაკობთ ჯერ საერთოდ ლაპარაკობთ ამ სამინისტროსთან არის სამინისტროსთან გავაგზავნეთ ეხა უკვე ბოლო ხანებში განაცხადი რომ გვინდა შეხვედრა ასე რომ ვთქვათ და საუბარი ამ პრობლემაზე ჯერ უკავშირი იყო ის რომ ესე დაწერილი მეილი არ არის კორექტული და განცხადების ფორმა ჩაგვიგდეს და განცხადების სახით მივწერეთ და მაგაზე ნუ გავიდა უკვე 2 კვირა მე მგონი რომ უკავშირი არ გვაქვს. ანუ ან არ არის შესაძლებელი შეხვედრა, ან შეგხვდებით, ანუ არანაირი უკავშირი არ აქვს. თქვენი გეგმა რა არის ხამს მე ასე ისე უნდა დაწეროთ განცხადება თუ არა? ჩვენი გეგმა პროტესტი. პროტესტის გაფართოებას როგორ ფიქრობთ ხა რა? იმიტომ რომ ეს პროტესტი უნდა იყოს არის კიდევაც ახლა მაგეთ ვთქვათ მასშტაბურზე მეტად უფრო ინტელექტუალური რა. იმიტომ რომ იქ მასშტაბური ხა სამედიცინო ქვეყანას ვერ წალეკავს ხა რეზიდენტურაზეც ახლა ჩვენი საუბრი დაინტერესდება ის ვისაც ის ეხება ხო ახლა და ვისაც რეზიდენტურა ადარდებს და ვისაც ეგ ამბავი თორე დანარჩენი ახლა რიგით ადამიანს პაციენტს ეს თემა ახლა დიდად ასე ზოგად დონეს შეიძლება აინტერესებს ეხება ძალიან კი მაგრამ კი ანუ საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანი რა არის ხო ანუ რეზიდენტურას ვლაპარაკობთ სუბიექტურად ხო ვლაპარაკობთ ჩემი პირადი მიზანი არის რომ ისეთ მნიშვნელოვან ადამიანებს როგორებიც არიან ჩვენთვის პაციენტები მათ საბოლოო ჯამში არ ვავნოთ და რაღაცა სარგებელი მივუტანოთ ხო ეს სისტემა ჩვენ არ გვზრდის ღირსეულ ექიმებად სისტემა გვეუბნება რომ გადამიხადე რაც შეიძლება მეტი მამუშავე უფასოდ ან რაღაც მინიმალურზე და არ მოითხოვე არანაირი ხარისხი. ანუ კითხვები არ დასვა, არა, ხარისხზე არ დასვა კითხვები. ამას გვეუბნება, მეც არაფერს არ გვეუბნება. და დაჯილდოვდები ცოტა ხანში მოგცემ სტომას კორუფციაზე, ეგ არის ლიცენზია რა. წვამას მოგცემ კორუფციაზე, შეიკარე ფარმაციას და რაც გინდა ისქენი. მე იცხოვრე როგორც გინდა. ოღონდ ხმა არ ამოიღო რა. ანუ ეგ არის პოლიტიკა ჯანდაცვის რა. და მაგრამ მინდა რომ ამაზე ხა ანუ ეს არ არის ზუსტად ხვდები რომ ეს პროტესტი ჯერთი თქვენი ჩვენი არ ზოგადად სამწუხაროდ მეც მეხება ეს როგორც ექიმის და ყველა სამედიცინო სფეროს ეხება ეგ რა ანუ სამედიცინო სფეროსთან განყენებული როგორც ექიმი და უკვე რაღაცა ის ბოლოში გასული ისე საერთოდ არ გელაპარაკებით რა იმიტომ რომ ეგ მადარდებს რა ეგ საკითხები მეც იმიტომ რომ მინდა ბევრი კოლეგა მყავდეს ვინც არ არის რაღაცა შემთხვევით მოხვედრილი ამ სფეროში და მართლა უყვარს და რაღაცა არ დაიჭაგრა დებილობების გამო რა და მაგიტოს გამო არ გახდა რაღაც სხვა პროფესიის წარმომადგენელი და პირველ რიგში ახლა გაფართოებაზე რო ვფიქრობდი რა არის თუ არა რაიმე საშუალება რომ აი მაგალითად სამინისტრო კაი გავიგე და უნივერსიტეტის რაღაცა ჩაქოვებული ძველი სტრუქტურები გავიგე ექიმები ახლა აი ჩვენ ხოლმე ლაპარაკობთ ხა მე მაგალითად საჯაროდაც სუბხარს უჭერ რაღაცა თქვენს აქტივობებს და აგერ პოდკასტშიც ვარ და მომავალშიც ვარ და უჭერ და იმიტომ რომ თქვენს კიდევ არასწორია რა ეგ ნათქვამი პიროვნებებში არაა რა აქ საქმე რა საერთოდ ეხლა გაგიცანი პირველად რა თქვენ ინდივიდებში კი არ არის საქმე და რამე ორგანიზაციებში უბრალოდ მაგ თემის მოგვარების გარეშე ანუ სამედიცინო საგანმანათლებლო სისტემის გამართვა ჩემი აზრით ყველა ექიმსაც უნდა აინტერესებდეს რა მასე არ არის რომ всё ექიმი ხარ და მორჩა მე ფეხებს დაიკიდო
თუ მუშაობთ ამ თემაზე, რომ ექიმებში გახადოთ რა, თქვენი სათქმელი, რომ რაღაცა გუშოლეთ რა, რაღაცა ავტორიტეტი გააქვს, მეტი ხალხი გისმენს, რაღაცა მეტი ისა ყავს, თუნდაც ფოლოვერი ყავს იმაში სოციალურ ქსელში. თუ ქონიათ კომუნიკაცია და რა ქონია კომუნიკაციას, კომუნიკაციის მცდელობაც, კომუნიკაცია ვისთანაც გქონდა და უკავშირიც გქონდა და მოქმედებაც მოყვა, ეს იყო პედიატრი ძმები, რომლებმაც ღიად დაუჭირეს მხარი, ასე ვთქვათ, ჩვენს პროტესტს და მოთხოვნებს. დანარჩენი სამწუხაროდ ესე ჩართული, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვცდილობთ, ისა თუ გამოხატეს ხა, შეიძლება მაგაზეც მოდი თავი გადავიზღვიოს და ის არ ვთქვათ რა, რომ არ აინტერესებთ ეხება და ფეხებზე კიდიათ. იქნება და ფორმა არ მოეწონათ გამოხატვის რაღაცა, სხვა ფორმა იყოს მისაღები, მაგრამ ისე თუ ქონიათ, რომ აი, კი, სწორია რა, მოდი რაღაცა შეიცვალოს. მაგდონის ხარდაჭერა მაინც თუ არის. იდეის დონეზე კი, როდესაც ვლაპარაკობთ ამ საკითხებზე, მე პირადად ბევრი ექიმისგან მქონია მხარდაჭერა. ანუ საერთო აზრამდე მივდივარ. იმაში თუ არის მხარდაჭერა, რომ არა ექსპლუატაციას და არა მონობას. მაგაში თუ არის მხარდაჭერა. მაგაში თუ არის მხარდაჭერა, პირისპირ მხარდაჭერა მაინც თუნდაც არასაჯარო, მაშინ რამე თუ ხდება იმისთვის, რომ მაგ ექსპლუატაციის ხარისხი შემცირდეს და მოდი რეზიდენტი არ გამოვიყენო მდივნად, მოდი არ გამოვიყენო რაღაცა ჩაის მოსატანაც და რაღაცა მაგეთი საქმეებისთვის. ჩაის მოსატანად არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რეალურად რაღაცა ნაბიჯები იმისკენ, რომ არ იყოს რეზიდენტი და უმცროსი ექიმი ექსპლუატაციის მსხვერპლი, რეალობაში მე არ მქონია, რომ ვიღაცას მართლა რაღაც ნაბიჯი გადაეცა. ჩაის მომატანაზე სამწუხაროდ ფიგურალურად არ მithkom, იმიტომ რომ მართლა ვიცი რაზეც ვაპარაკობ და მართლა ყოფილა მაგეთ შემთხვევები რა, იმიტომ რომ ცუდია ეგ სამწუხაროდ რა. და ხო რა ეს რაღაცა პატრონყმული დამოკიდებულება რეზიდენტებს რა უმცროს ექიმებსა და მათ მენტორებს შორის რა. რასაც აქვს თავისი სოციალური საფუძვლებიც, სოციალურ საფუძვლებში იმას გულისხმობ, რომ ჩვენი პოსტსაბჭოთა წარსულიდან გამომდინარე საზოგადოებაში ჯერ კიდევ დარჩენილი შეიძლება იყოს რაღაცა ჯგუფებში, ასაკობრივში მკაცრი ხელის, ისი რაღაცა კოლექტიური მამის და ამის მოთხოვნილება, რომელიც ითხოვს, რომ უფროსისგან ბუშტის დარახუნებას და რაღაცა ცოტა საზღვრების სიმკაცრე არ არის დასაძრახი ზოგადად, მაგრამ შეურაცხყოფა, ექსპლუატაცია, რაღაცა ცოტა ზედმეტების გაკეთება, ხო? ამას სოციალურ საფუძვლები აქვს ჩვენი საზოგადოება რაღაც დონეზე უშვებს, იმიტომ რომ ისეთ შემთხვევებში მინახავს, რომ აი აბა ახლა რა სიზამდა მე ხა არ ეკუთვნო და ანუ ვერ გაუგიათ მართლა რომ რატო ხა ასე არ უნდა მოიქცე რა ხა მე რა რომ ის უმცროსი ექიმია თუ ასისტენტია თუ ვინ არის ისა რა ადამიანის სულიერი არსებაა რა ხო და მაგ პრობლემაზეც მინდა თქვენგან მოვისმინო ანუ რა დონეზეა უმცროსი ექიმების ექსპლუატაცია კლინიკების და სამედიცინო პერსონალის მიერ არის ეს პრობლემა თუ რაცა ახლა მე ხვდება 1000 ერთმა და თქვენ ხვდებათ 1001 მაგალითად დიდად მაგეთი მასობრივი პრობლემა არ უნდა იყოს. ჩემთვის სასურველი პროფესია სპეციალობის კოლეგასთან ვისთანაც მქონია ურთიერთობა ლიცენზირებულ ექიმებზე მოგსაუბარი. არანაირი მხარდაჭერა არ მithქნა სიმართლე თუ გაინტერესებთ უნივერსიტეტი რომ დავამთავრე პირველი რაც გავაკეთე ის იყო რომ ვეძებდი უმცროსი ექიმის ვაკანსიას ჩემთვის სასურველ სპეციალობაში და ჩემი რეზიუმეს გაცნობის მერე პირველი რეაქცია ის იყო რომ რა კარგი რეზიუმე გაქვს მაგრამ იცი რა ჩვენ 500 ლარს გთავაზობთ ხელფას და კლინიკაში უნდა იცხოვრო რა ვქნათ აი ჩვენ ამაზე ნაკლებზე ვმუშაობდით წლების წინ და ამის გარეშე ვერ განვითარდები რას ვიზავთ ბუნებრივ გადარჩევას უნდა შეეგუო ექიმს 1000 ლარი აქვს ხელფასი და შენ რატო ითხოვ ბევრს და ну აი ესეთი ტექსტები იყო და ცოტა თვითონ თავად ექიმებისგან რო ესეთი დამოკიდებულებაა რომ მოდი მაშინ ჩვენი ხელფასი თუ არ მოგწონს წადი და სხვაგან ეძებე იგივე ვაკანსიაზე ვქოთ უფრო მეტი ხელფასი ცოტა კი არა და ძალიან ითრგუნები და ამიტომ არის რომ ეხლა ზუსტად ჩემი სპეციალობით უმცროს ექიმად არ ვმუშაობ და ვმუშაობ საერთოდ განსხვავებულ ადგილზე სადაც 4 მაქვს მიხდიან მაგრამ დამოუკიდებლად ჩემი განმევითარებისთვის რაც კლინიკურ ონკოლოგიას ეხება დამოუკიდებლად გავდივარ კურსებს
ევროპის ონკოლოგთა სკოლის ვესწრები კონფერენციებს და აქედან ვიღებ ცოდნას. არანაირი მხარდაჭერა არ ყოფილა. მაგალითად მოვალეობა რა უნდა ყოფილიყო შენი, რაღაც 500 ლარში სიტყვაზე რა, რას რა უნდა გეკეთებინა? ვინაიდან კლინიკური ონკოლოგია არ არის სტაციონარული როგორც ასეთი და ამბულატორიული საქმიანობა უფრო მეტად სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება იქნებოდა ჩემი პირველი მოვალეობა და ყველაზე ნაკლები მოვალეობა იქნებოდა პაციენტის დიაგნოსტიკა მართვაში ჩართულობა. რაც ძალიან სამწუხაროა და საქართველოში დღეს უმცროსი ექიმების პირველი მოვალეობა არის ეს. აი ვერავინ ვერ იტყვის ვერსად ძალიან ბევრი მეგობარი მყავს სხვადასხვა წამყვან კლინიკებში პირველი საქმე არის სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, რომელსაც ძალიან დიდ დროს ხარჯავენ და ფაქტობრივად პაციენტებამდე ვერ მიდიან. ასე, არ ვიცი, რეზიდენტი რანაირად უნდა ვითარდებოდეს, ვერ ხვდები. ფაქტობრივად შავ საქმეს აკეთებენ. მასეა. მან როგორი ამბავი იცი, ახლა ამბულატორიულ საკითხში ხო ახლა მე რასაც უყურებ. ანუ რეზიდენტი, ანაზღაურებადი რეზიდენტები, ვინც არიან და რეზიდენტებზე რო გადადის ჯანდაცველი ტვირთი, ის რეზიდენტი აკეთებს ყველაფერს. აკეთებს ყველაფერს კლინიკებში მორიგეობიდან დაწყებული და ექიმის სრული ისა აკეთებს ენდოსკოპიებს, აკეთებს ანუ ტრეინინგი აქვს, გადის ტრეინინგს იდეალურს. საქართველოში რეზიდენტს მასე იდეაში ვერც გამოიყენება. ანუ მართლა ვერაფერს საქმეს ვერ აძლევს ამბულატორია. ამბულატორიაში მაქსიმუმ პაციენტთან კონტაქტის და ანამნეზის აკრეფის დონეზე მიიყვანოს, თორე აქ თუ პროცედურებს ვერ აკეთებს და იმას, მასე ამბულატორიაში ხელფას მაღალი იდეაში ვერც ექნება. მან ეგ არ მიმაჩნია მე მთავარ პრობლემა. მთავარ პრობლემა ის მიმაჩნია, რომ სწავლება პაციენტთან, აი წვდომა არ აქვს საერთოდ და მაგ არ ასწავლი რა არაფერს რა. აი ეგ მიმაჩნია მე მთავარ პრობლემა. და არა ის, რომ რაღაცა ანუ ხელფასის აღება ნიშნავს, რომ რაღაცა უნდა შექმნას დოვლათი. ეს რასაც ამბობ ხა შენ რა იმას ამბობ. ეგ თუ არგუმენტია, მაგაზე ძალიან მარტივად გიპასუხებს. აგერ 5 წელში უკვე ყველა სტრუქტურა აღარ მჭირდება ასისტენტის კადრი. AI არის იდეალურად აგვარებს დოკუმენტაციას, მაშინ რა გამოდის, რომ აღარ ხარ საჭირო, არ არის მას. ანუ მასე პატარით არ დავივიწროვებდი მე რა რეზიდენტის მოვალეობას. რეზიდენტის მოვალეობა არ არის ხო რა მარტო დოკუმენტაციის წარმოება, დოკუმენტის წარმოებაში მართლა იქ შეიძლება არაფერი ბევრი ხელფასი არც გამოუვიდეს რა, იმიტომ რომ პაციენტი არ ყავს არაფერი დამოუკიდებლად ბევრს ხელითაც ვერ აკეთებს ვერაფერს რა. რეზიდენტის მოვალეობა უფრო უნდა იყოს, აი როგორ უნდა უყურებდეს რა რეზიდენტო კლინიკა უნდა უყურებდეს, რომ რეზიდენტა თუ მიგიღე, ანუ საერთოდ სასწავლო მე მასე ვხედავ, რომ საგანმანათლებლო პროგრამა თუ მაქვს, ეს გულისხმობს, რომ მოვიაზრებ, რომ მე ოფერი მივცე რა ვიღაცას, რომ დარჩეს იმუშაოს, მე სად უნდა რა თმინდა საგანმანათლებლო პროგრამა, რა აზარტი უნდა ქონდეს კლინიკას, რომ ისა რა ქვია, რეზიდენტები მიიღოს თუ არავის ოფერი არ შეთავაზა და არ დაიტოვა, ხო? ანუ და თუ მასე უყურებ შენ რეზიდენტებს, ხო? შეიძლება იქ სწავლების დროზეა და მართლა ანაზღაურება ქონდეს შესაბამისი, ხა ამის თუ ათენებს, სხვანაირი ანაზღაურება და ახლა მარტო ამბულატორიულ საქმეში მაღალი ანაზღაურება მართლა ვერ იქნება იდეა საქართველოში. მაგრამ აი ეგ პრობლემაა და მაგაზე აი მოვისმენ მე მოვისმენ წავიკითხე ვიდეოს შენი ისა რა საჯარო პოსტი და მინდა რომ ისე არ დავასრულო დღევანდელი პოდკასტი რომ მაგაზე ორი სიტყვა არ გითხრა. მაგრამ ამ იმაზე რა რეზიდენტს მასე უნდა უყუროს, რომ ჩემი კლინიკაში რომ მაქვს რაღაც არეზიდენტო პროგრამა, ანუ მინდა რომ ამ კლინიკაში ხა ვიღოთ რაღაცა მოვიაზრებ, რომ ადგილი მაქვს რა, გასტროენტეროლოგი უნდა იყოს აქ 5 წელში, 1-3 უნდა ვიждდეთ და ამის შევსება მინდა და ხა ვარჩევ საუკეთესოებს, რომ ვინც არის, ვინც მოგწონს, ვინც ყველაზე უფრო სკილიანია, ვინც ყველაზე უფრო ნიჭიერია, ეგ დარჩეს რა, შემორჩეს. მასე თუ უყურებ, მე გვარდება ეგ პრობლემა, მასე არ უყურებს ეს, უყურებს უმეტესობა, რაღაცა პროგრამა აქვს უაზროდ მე რო დავდიოთ რეზიდენტურაში იმ კლინიკას რატო ქონდა პროგრამა საერთოდ ვერ ხვდები. ანუ ამას ვერ ვუხსნი საერთოდ ვერავის რა. ერთხელ მივქარე და ვცადე უცხოელთან ახსნა ამისი რა ძალიან შინაურული ისეთ ლაპარაკი იყო ცოტა ფხიზლები. არ ვიყავით რა დავლიეთ რაღაცა და რაღაც რაშვები როგორ რა რაღაცა მოუყო და დავიწყე. ისეთი დებილობა გამოვიდა მე რო იმას ანუ წარმოედგინე გამოდის რომ სახელმწიფო რეზიდენტურის ის მაგ დამთავრებული გავდივარ სახელმწიფო სარეზიდენტო პროგრამას და ამ დროს იქ დავდივარ უბრალოდ რომ იმას ვქნა რა მივაგო კეისარს კეისრისა და ხელი მოვაწერო რომ დავფიქსირდი ფულს ვიხდი არაფერი გამოცდას დავწერ ყველაფერი არაფერი რაც ოფიციალურად მევალება ყველაფერს ვაკეთებ ოღონდ ხელი არ შემიშალოთ და კერძო კლინიკაში რომელსაც საერთოდ არაფერი არ ევალებოდა ჩემზე არაფერი საერთოდ არ ევალა იმ კერძო კლინიკაში დავდივარ და იქ ვისწავლე წერა კითხვა პაციენტი იქ ვნახე პაციენტის გარჩევა იქ დავიწყე და იმ კერძო კლინიკაში ვარ დღემდე და სხვაგან არც მიმუშავია მაგიტომ არასდროს რა იმიტომ ძალიან მომწონდა ეგ პრინციპები როგორც მუშაობდნენ რა და ეს იმდენად დებილობა ისტორია გამოდის ასე
რომ ამას რო უყვები ხა განვითარებული ქვეყნის წარმომადგენლს ის ახლა ცოტა ვერ მიხვდება რომ ანუ არ არსებული ამბავია რა ხო რა ანუ ვისაც ფულს უხდი ის რატო არ გასწავლის ამასთან აქეთ რა ხდება საერთოდ და იგივეს უყვებით ეხა რა დაახლოებით რა და ძალიან ისა რა გულაი ფულის გადახტაზე მინდა რომ იმას ვქნა რა შენი გამოცდილებაც გაგვიზიარო რა იმიტომ რომ ქონდა იქ პრობლემა და თან საჯარო იყო და მაგიტომაც გეკითხები ხა საჯარო იყო ზოგადად ექიმების მხრიდან პრეტენზია არ მაქვს იმიტომ რომ კერძო დაწესებულება იყო ის სადაც მუშაობდი მრავალპროფილური კლინიკა და ძალიან ბევრი გამოცდილება მივიღე თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა ეს იყო ადმინისტრაციის დამოკიდებულება. ანუ თვითონ მფლობელის, დირექტორის და HR-ის და ასე შემდეგ. განსაკუთრებით HR-ის. ანუ უმცროს ექიმს და ზოგადად უმცროს კოლეგას, ასე რომ ვთქვათ, უყურებენ როგორც იაფ მუშა ხელს, სამწუხაროდ. არც არაფერი არ მოგზვა სამალი და 3 და 94 თუ 3 და 96 ლარი იყო ჩემი საათობრივი ანაზღაურება და 24 საათიანი მორიგეობები მქონდა. რა მორიგეობა მქონდა თვეში? კი, ნამდვილად 12 საათი. ნამდვილად სიგიჟე არის. ნუ რაღაცა ეტაპზე მივხვდი რომ ფაქტობრივად კლინიკაში ვდებდი იმდენ რესურსს, რასაც რეალურად არ ვიღებდი. ანუ არც სწავლის მხრივ და ფინანსური კუთხით მით უმეტეს. რაც შეეხება ადმინისტრაციის დამოკიდებულებას, ორი სიტყვით იმაზეც ვიტყვი, უკმაყოფილება რომ გამოვთქვი ამ ანაზღაურებაზე, რა რეაქცია მოყვა ასე შემდეგ. ანუ იყო მცდელობა ხელშეკრულების დარღვევასთან დაკავშირებით, ანუ რამდენად ირღვეოდა ხელშეკრულება ჩემი ხელფასის გასაჯაროებაზე. ანუ კი, არა, იყო ხსენება, როგორც ასეთი რომ ამაზე ასე რომ ვთქვათ ჩაჭერა და ასე შემდეგ არ ყოფილა. თუმცა იყო ხსენება, რომ ხო, ხელშეკრულებაში არის მუხლი, რომელიც ითვალისწინებს, რომ კლინიკიდან არ უნდა გავრცელდეს ის ინფორმაცია, რომელიც არის პერსონალური ინფორმაცია. თუმცა ვიღაცა შეიძლება ეგონოს, რომ რეალურად ეგ ითვალისწინებს ხელფასის გავრცელებას, მაგრამ რეალურად ჩემი პირადი ჯიბე მე შემიძლია თავისუფლად გავხადო. კი, გავხადო საჯარო. კი, შემიძლია ვთქვა და სოციალურ ქსელში კი, სოციალურ ქსელში, ასე რომ ვთქვათ, სამუშაო ადგილი ყველასთვის საჯარო არის. ჩემი, თქვენი, მარიამის სამუშაო ადგილი ყველასთვის საჯარო არის. ანუ ეგ არანაირად კი დამიდასტურეს კიდევაც არანაირად არ ირღვევა მან არანაირი კანონი. მით უმეტეს თუ შრომით კოდექსს ეწინააღმდეგება არც ხელშეკრულება არ არის ვალიდური და ნუ შესაბამისად ფაქტობრივად ჩემთან შემოდავება ამ დაწესებულებამ იმ პერიოდში ვერ შეძლო. ნუ იყო ამის მცდელობა. ეს ერთი რეაქცია, მაგრამ მეორე რეაქცია, ახლა ანუ ეგ რო პროტესტი რო გამოთქვი, პირველივე რაც მოაფიქრდა დაწესებულებას არის ის რომ რატო გაასაჯაროვე ხელფასიო ეგ კითხა ნუ აი ოკეი ეს გავიარეთ რომ ნუ სისულელია ასე რატო გავასაჯაროვე და მინდა და გავასა ყოველდღე ვიტყვი რამდენი მერიცხება ფოლიო რა მე რა გებასწრეს რომ ნახეს რომ ეს მუქარა არ გაჭრის და ხა ამის გამო რაღაცა არაფერი სრული დუმილი იყო ორ თვენახევრის განმავლობაში მაგათი მხრიდან და რეაგირება არ ყოფილა მიუხედავად იმისა რომ 1 წელი იყო გასული რაც მთლიანად ასე რომ ვთქვათ განყოფილებამ და ბევრმა უმცროსმა ექიმმა განცხადება შევიტანეთ ხელფასთან დაკავშირებით და ფაქტობრივად რეაგირება ნული იყო. უმცროსმა ექიმმა? კი. ანუ ერთობლივად ხელმოწერებით. ეგ ძალიან კაი რაღაცას ამბობ შენ რა იდეაში ია და რაც ვამბობ იცი რომ ჩაგერთვები რა მანდ რომ აქ სისტემა გვაძლევს ასეთ რაღაცას რაზეც აი რა მილაპარაკია ნაცნობებთან მეგობრებთან და ძალიან გული მწყდება რომ ამის შესვლას არავინ არ ცდილობს და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო რომ ეგ იქნია რა კაი რაღაცა ოღონდ სისტემა მანდ გეუბნება რომ სამლად კაპიქს გაძლევ მაგრამ შენ თავს მიხენე რა ხა ასე გაიზარდა დამოუკიდებლობიდან მოყოლებული მე-4-10 წლეულია უკვე და რაღაცნაირად ცხოვრობენ ეს ექიმებიც ეს პაციენტებიც რაღაცნაირად დადიან ნელ-ნელა ვიზდებით რა ვიცი იქ 10 კაცს აიღები იქ იმას შეეკრები იქ ამას შეეკრები და გადარჩი რა მე შემეშვი რა ხა შენი ის უფლებები და რაღაცეებით
ტვინი ნუ გაბურა. იცხოვრე ამას გეუბნები, მართლა ამას გეუბნები სახლიდან რა. მოიტანე. კი. მადლობა მითხარი რომ რაღაც სამუშაო გაქვს, რომ ექიმი ქვია და ჩემთან ხარ დასაქმებული და იმის იქით ეხა, აბა როგორ იმასაც გამოავლენ უნარებს, ოღონდ ეს უნარები იგულისხმება არაკეთილ სინდისიერი უნარები რა. მასე გადაირჩენ თავს როგორც აგერ ვიღაცა გელა ბიძიამ გადაირჩინა რა თავი. და ამას გთავაზობს სისტემა. და უყურე მასე მე რომ უყურებდი ხა ამ კორუფციულ სქემებში გახვეული ხო ბევრი ისეთი ადამიანი იყო რომელიც აი პერსონალური სიმპათია მქონდა რა სტუდენტობის დროს ასხო ვერ ვარჩევდი ხა ის ლექტორი რაღაცა მოგწონ სიმპათიის სქემად ხარ გამშავლული და ეს სისტემას ხა კიდევ 5 წელს კიდევ სხვანაირად შეხედავთ რაღაცებს და 10 წელს სხვანაირად შეხედავთ და მაშინ ხა ასე არ მეგონა რომ რაღაცებს რო უყურებ რომ ასე რომ მოგეწოდება ვშო იცი რომ ესა მოცემულობა მგონია რომ ყველა ასეთია და მე რო ხვდები რომ მე სხვანაირსაც რო ხედავ ვა ბიჭო, ამან თუ მოახერხა რომ ამ ხლართებში არ გაერიოს და უპასუხოს სისტემას რომ არ მინდა ოფიციალურად საჯაროდ მითხარი, ჩემ შრომაში ვიმსახურებ ამდენს, თუ არ მაძლევ, თავში გვაგიხლია წავალ სხვაგან. სხვაც თუ არ მაძლევს და არავინ თუ არ მაძლევს და ალტერნატივა თუ ის გიდგავს რომ ან ქურდი და მამაძაღლი იყავი და ან არ იყო ექიმი, ჯობია რომ არჩიო არ იყო ექიმი. იმიტომ რომ თუ არ გამოგდის მანდ არაფერი რა და თუ იბრძოლე და არ გამოგდის არაფერი და უნდა მოიპარო პაციენტის ჯიბიდან და უნდა რაღაცა პაციენტის ჯანმრთელობიდან უნდა იპარო, მაშინ არ უნდა იყო რა ექიმი ხა. ექიმობა იმისთვის არ არის რომ ხა შენ იყო ბედნიერად. ექიმობა იმისთვის არის რომ საქმე არის და უნდა ემსახურო რა საქმეს და არა იმისთვის რომ ეხა ვიღაცა მოპწიჩკოს თავის ცხოვრების დღიურში რომ ექიმი გახდა და რა ბედნიერია რომ ეხა კაი სასიძუა თუ რაღაცა კაი სარწულა რა. მაგისთვის არ არის ექიმობა საერთოდ მაგისთვის არ გვჭირდება ხო? ხო და ანუ ჩუმად რო ხარ და მე იმართებენ კორუფციაში ყოფი ექი ძალიან როგორიც ჩაკეტილი წრეა იცი რომ ექი კორუფციაში რო ხარ გასრული ხო შენს გაწყობს რა ეს სტატუს კო რა რომ მე რო რამე ვინმე რო დაგილაპარაკებ ამ ტექსტს რაც გელაპარაკები და ულაპარაკია ჩემთან ის რომ პასუხი არა რა ვქნა ჯაბა ხო იცი აი რაღაც ბანკის ვალი რავი შენ გადამიხდი ან შვილი იქ იმან ჩააბარა სამოგზაურო წასვლა რა ვქნა ყველა მე ხო არა ვარ ასე მერე კიდევ ფართოვდება ის რა ქვია დაშვებები და ის რა ქვია რაღაცეებს მეტად უშვებ. მერე იწყებ როგორ ლაპარაკს, რომ აი ამ წამალს ხო ისედაც უნიშნავ ხა და ამ კვლევებს ხო ხა ისედაც უნიშნავ და ამას ხო ისედაც ვაკეთებ და ამ ისედაც მერე ბოლო არ აღნა. მერე ხვდები გაბერილ ხარჯებს ყველა პაციენტს რო გამარჯობის მერე რაღაცა იმას უნიშნავ, რაღაცა წამალს, იმიტომ რომ შენ იმიტომ კი არა რომ ჭირდება, იმიტომ რომ შენ გეგმა ასეთი მოცემული, იმ კვლევებს, იმიტომ რომ კლინიკამ დაგავალა ამის გაკეთება და ნუ იღებ უბედურ პაციენტს, მოუგვარებ პრობლემებს და რაღაცა მდიდარ ექიმს. და ამის ალტერნატივა არის ბრძოლა რა. ამის ალტერნატივა არის რომ თქვა არ შეგეშინდეს და კიდევ ერთხელ მადლობა მაგისთვის რომ არ ვიმსახურებ რა ეს სამლარზე მეც საქმეს ვაკეთებ რა საათში სამლარზე მეც და ჩვენ ვაკეთებთ ყველანი რა კიდევ მარტო შენ კი არა რომ ყველანი ვაკეთებთ ამას და მოდი და მაგაზე იყო აქცენტი 2025 წლის იანვარში იყო ეს მიმართვა გაკეთებული. რამდენიმე უმცროსმა ექიმმა ერთად შევკრიბეთ ასე რომ ვთქვათ ტექსტი იქ იყო ახსნილი რა საქმეს ვეწეოდით რას ვაკეთებით რეალურად განყოფილებაში რა როლი გქონდა მოკლედ იყო აღწერილი ის რაც ძალიან კარგად იციან ისედაც თუმცა ჩვენი მხრიდანაც ასევე ავუხსენით ინფლაციებზეც ავუხსენით იმაზე რომ ბოლო 5 წელი 6 წელი მინიმუმ არ ყოფილა ცვლილება ანუ უმცროსი ექიმის ანაზღაურებაში ცვლილება მათ შორის არც ექიმის ანაზღაურებაში არ ყოფილა ცვლილება თუმცა ეგ კიდევ თქვენი სადარდებელი კიდევ არ არის რა მაგაზე არავინ არ იხებს ხმას მაგიტომ არ იღებს საზოგადოებრივი მაგიტომ არ იღებს რა ამ მაგიტომ რა არა ვასილარი ოფიციალურად 5000 შავად და აწყობს. ფაქტობრივად განყოფილების ყველა უმცროსმა ექიმმა ხელი მოაწერა, ყველა ერთობლივად შევიწერეთ განცხადება და რეაგირება არ ყოფილა, HR-ის პასუხი იყო, რომ თქვენ ხართ განვითარების საფეხურზე, კიბეზე და ასე რომ ვთქვათ, ამით არ მთავრდება თქვენი ანუ ძალიან აბსურდი თქვენი კარიერა, ეს არის სწავლის პერიოდი, თქვენ ხართ სტუდენტები, ნუ მოკლედ როგორც არის ხოლმე სტანდარტულად, რომ თქვენ კარიერულ კიბეზე იმყოფებით და ეს თქვენი საბოლოო ანაზღაურება არ არის. ეს იყო პასუხი. ეს იყო თან 5 თვის მერე მას შემდეგ რაც შევახსენეთ, რომ პასუხი უნდა მოეწერათ მეილზე ოფიციალურად. კი. და ნუ გავიდა ამის შემდეგ, ნუ რამდენი თვე გავიდა, 1 წელი გავიდა ფაქტობრივად განცხადების გაკეთებიდან, რაც გამოვაქვეყნე მე ჩემი ხელფასი, ნუ ფაქტობრივად გადაწყვეტილება მქონდა მიღებული, რომ ესე მუშაობა აღარ მინდოდა და თუ არაფერი შეიცვლებოდა, აუცილებლად უნდა წამოვსულიყავ.
ну ამ განცხადებას მოყვა რეზონანსი აჟიოტაჟი და რეაგირება რაც ვახსენე ეგ იყო მაგ პოსტზე და განცხადება ძალიან ცუდია და ძალიან მინდა რომ სრული რაღაცნაირი 1100%-იანი მხარდაჭერა გამოგიცხადო მაგაში იმიტომ რომ ეგ არის აი ძალიან ისეთი რა ნიშნულოვანი სოფხედველობრივი საკითხი რომელიც პირდაპირ შემი ერთ-ერთ კერძო ადამიანს ძალიან დიდი ინტერესია. იმიტომ რომ აი ეგ სიმახინჯე მინდა დაირკვეს. მინდა რომ ახალგაზრდას თავში ის კი არ ჩაუდონ რომ ჩუმად იყავი რა, ჰაშენ ოფიციალურად 100 ლარი და არაოფიციალურად აგერ 7000 შეგილია რა გააკეთო. და ამაზე არ დაითანხმო ხალხი ამ სიგიჟეზე რა. მინდა რომ ოფიციალურად რამცაც მეკუთვნის მომეცი და მოსაპაროას ნუმთავაზობ რა იმას რა ქვია გამოსავლოთ რა იმიტომ რომ გამორა არ მინდა მას ხო ქურდბაცაცა არ მინდა ვიყო რომ რახან ექიმი ვარო მე სახელი როა გატეხილი სისტემას მაგის გამოა გატეხილი სისტემა და მაგის გამო ყველას გატეხილი თქვენს გატეხილი გექნებათ როგორც ექიმებს რა თავიდან by default ექიმს სახელი როა გატეხილი კატასტროფაა ეგ მაქსიმახინჯის გამოა რა და არ მინდა რა ეგ უნდა დაირღვეს და ეგ აია რო და რა დამა იმედა იცი რომ მარტო რო არ ყოფილხარ რა ვიღაცა ჩემ დროს არ იყო მასე რა რომ მასე ეხა განცხადებები წერი რაღაცები მასე არ იყო და მარტო არ იყავ ეგ ვიღაცებმა თქვეს რაღაცები იმას ხნეს და ეგ ძალიან მაგარი ამბავია რა იმისგან წასვლა მეტი აი შენი ამბავიც მინდა მივაბა ამ თემას რომ დაუშვათ რო არ გიცდია მე ეს კი რამდენიმე ადგილზე ვცადე მაგრამ ну არ ვიყავი თანახმა ეგეთ არაღირსეულ პირობებზე და ამიტომ საერთოდ სხვაგან წავედი რომ რაღაც თვითონ იმას გთავაზობენ აი მოდი დამკვირვებლად დაგვაკვირდი რაღაცა არის მუშაობს და რომ ცოდნას გაგიზიარებ რაღაცა მე ვაკეთებ ასე ხშირად მასე არ არის მაგას ვაკეთებ აი ეთერში ვიტყვი რომ ვისაც გასტრო აინტერესებს ანუ ჩვენ არ ვაქვს რაფერი სარეზიდენტო პროგრამა და არაფერი არც ვაპირებ რომ გქონდეს იმიტომ რომ ამ სახელმწიფოს არ ვენდობი ამ მოწყობისას და საერთოდ არ არის შეხება არ მინდა რომ მასთან მქონდეს საქმიანი თუ არ მომიწევს და მაგრამ თან ეს საქმე მიყვარს რაც ვაკეთებ და თან გულშემატკივრობ ადამიანს და მინდა რომ მეტი ჭკვიანი ხალხი იყოს ამ საქმეში რომელთანაც ლაპარაკი მან გამმარტივდება და რაღაცა საქმეს ერთად გეთება და ვინც მომწერს და მოუწერია მასე რაღაცა Facebook-ზე თუ საერთოდ რენდომ უცხო ადამიანებს რასაც ვთავაზობ აი ყველა ვარიანტში კლინიკის გაზიარებას რა და ბევრ ადამიანს საინტერესო რაღაცებიც მოუყოლიათ ხოლმე რა ჯერ ერთი მოუყოლიათ ის რომ სადაც უწევთ რეალურად რა რეზიდენტურას სადაც ფულს იხდიან რეზიდენტურაში იქ შეიძლება პაციენტი საერთოდ ნანახი არ ყავდეთ რა ეგ ახლა არის მე მარაზმია და აქ ორ კვირაში ნახულობენ რაღაცა ის ქრონის დაავადება წყლოვანი კოლიტი რაღაცა ზედა GI პრობლემები ჰეპატოლოგია რაღაცები რაც ამბულატორიაში შეიძლება ნახო ყველაფერი საინტერესო რა გასტროფსიქიატრია რაღაცები უფასოდ რა რაღაცა ორი ყველას მე უკვე იმაზეა დამოკიდებული ხა ზოგჯერ შეიძლება თვითონ არ მოეწოს ზოგჯერ რაღაცა ორი კვირაზე მართლა ყველაზე თანხმოვანი იმიტომ რომ რატომ მაქედან რაღაცნაირად ყველა ჩემი აზრით და ალბათ მასე იქცევა კიდევ ხა ჩვენს კლინიკაში მე სადაც მუშაობ ყველა ექიმი მასე იქცევა და სხვებგან თავს ვერ დავდებ იმიტომ რომ ჩვენ მოგცევიან მასე ზუსტად მახსოვს რომ მასე ობზერვერად ლონდონში რო წავედი რომელმაც ჩემი მსოფლმხედველობა შეცვალა და პირველად ნახე რომ გასტროობა სულ არ მინდოდა აქ იმიტომ რომ მეგონა რომ ასე ატკაძე უნდა ვწერო წამლები და ის უნდა ვიყო და არ მინდა მეთქი მაგას ხა ამას თუ ასეთი ექსპერტო რავი არ თქონდა ნანახი რა ექსპერტო როგორი იყო და პირველად რომ ნახე რომ კრონის და კოლიტის ვა თურმე მულტიდისციპლინური გუნდი არსებობს ამ ორ დაავადებაზე და აქ ენდოსკოპიებს თვითონ აკეთებენ და აგერ რაღაცა IBD nurse-იც ალკეა და ეს დიეტოლოგი ვინაა და რა ბიოლოჯიკები და რაღაცეები პირველად რომ ნახე იქ გადამეტრიალდა რა twin და იქ წავედი ზუსტად მას ძალიან რენდომულად მეილზე მივწერე ვიღაცამ საერთოდ არაფერში მეთქი არც ფული მინდა არც არაფერი არ მინდა თქვენი просто ჩამოვალ თუ მიმიღებთ რომ იმას არ სამუშაო და იმათი არა ჩამოვალ სწავლებაზე რა დავჯები დაგესწრებით რაღაც რადონეზე ჩავწევთ ხო და მაგაზე რომ ახლა ვიღაცა ქვეყნიდან რომ თან ხდება ადამიანი მე მორალური უფლება არა მაგრამ მე საქართველოში სტუდენტს არ მივცე ეგ შესაძლებლობა რომ თუ რამეში დაეხმარება ჩვენი პრაქტიკა გაიზიარს ხა ის იმხელა კინგს კოლეჯში სამსამი თვე ორჯერ წასვლა საქმე იყო და ხა აქ ჩვენს პატარა სიმსოში ხა 2-4 კვირა ხა სრულიად საკმარისია ხოლმე რომ ნახოს სფეროს მაინც ნახოს რა პრობლემები აქვს რა ეკონომიკური პრობლემები ექნება ეგ ძალიან ცვლის რა ბევრ ამას თერაპიულ საკითხებში სადაც აი ამბულატორიაში გიწევს გამოკეთება და სულ ამბულატორიული საქმის კეთება ძალიან გაინტერესებს იქ არის წიგში კითხულობ ერთია მაგრამ რეალურად აი რა არის პაციენტების დემოგრაფია, ვინები მოდიან შენთან, რანაირი პაციენტები, რა ჩივილებით, რა შეიძლება შენ სხვა რაღაც წარმოგედგინოს პროფესიისგან და სხვა რამე გინდოდეს და რეალურად მე იმედი გაგიცრუდეს, რომ აქ სხვა რაღაცეები დახვდეს რა და თუნდაც მაგაში ეხმარება სტუდენტს ასე მოვიდეს და ასე ამ დონის ინტერესი მაინც
არის ხოლმე ხშირი რომ ვიღაც გეტყვის რომ ახლა მეც მართლა ახლა ასისტენტები ყავს და არ ვეძებთ ასისტენტს რომ არის და პრობლემა არ აქვს და ვარ ხანს მილიონი ასისტენტი ვერ გეყოლება არც გჭირდება ახლა მაგდენი მithumedes ამბულატორიაში მაგრამ ამაზე უარს არ ვეუბნები არავის რომ რაღაცა საქმეს კი არ ვავალებთ რა просто რომ მოვიდეს ვიყუროს რაღაცა თუ რა ჩავთოთ პროცესში ეგ საშუალება მაინც არ აქვს ხოლმე რომ რაღაცა იაროთ რაღაცა ვიღაცა ექიმების რაღაცა 1-4 კვირა და ეს რომ იმასთან ნახო აქედან გაძლევთ ბევრი ექიმი მაგის საშუალებაც და დიდად არა სტუდენტობის პერიოდში ერთ-ერთ კლინიკაში ვმუშაობდი ჰემატოლოგიის განყოფილებაში ექთნაც და ნუ იქიდან იქაური კლინიკური ონკოლოგიისგან იყო რომ აი მოდი დაგვესწარი რაღაც მაგრამ სხვა აი როგორც უმცროსი ექიმი ხო ესე არ ყოფილი რეზიდენტურის თემას მინდა დაუბრუნდე თუ შეიძლება ნუ პირველი აუცილებლად უნდა ვთქვათ რომ ფასიანი რეზიდენტურა რაც საქართველოში არსებობს აუცილებლად ხო გააჩნია ხო აუცილებლად უნდა შეიცვალოს ნუ სახელმწიფო რეზიდენტურა რომელიც ნუ გაცილებით დაბალი ღირს 150 ლარი არის თვეში გადასახადი დაბალია მაგრამ მაინც ან ფასიანი როა უკვე რეზიდენტურა და სანაცვლოდ ანაზღაურებადი არ არის და იმ ბაზაზე რომელსაც აკრედიტაცია აქვს საერთოდ ნავის ერთხელოჯერ ხარ როგორც თქვენ ახსენეთ რომ ხელმოწერისთვის მივდიოდი ხოლმე ეგრე ხარ ნამყოფი და სანაცვლოდ ეძებს სივრცე სადაც უმცროსად დასაქმდები იქაც ძალიან დაბალ ანაზღაურებაზე ძალიან ცუდი წრე იკვრება საბოლოო ჯამში და პირველ რიგში ეგ გვინდა რომ ფასიანი რეზიდენტურა გაუქმდეს, იყოს ანაზღაურებადი აუცილებლად და კერძო ფასიანი სახელმწიფოს გულისხმობ და კერძოს რაც შეეხება, კერძოზე კიდე ცალკე ძალიან დიდი პრობლემაა ის რომ შიდა გამოცდა აქვთ, გასაუბრებაც აქვთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არის ნეპოტიზმზე დამყარებული იქ მიღება. ეგ ეჭვი გაქვთ, ანუ გამჭირვარი არის. ეჭვი არა, ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია დაგისახელოთ, რომ ის ერთ-ორ ადგილზე მოხვედრილან სწორედ ესე ნათესაური კავშირებით ადამიანები და შეიძლება გისაჩივრებია შედი ქულა და გაგისაჩივრებია ის რომ აი რა არ მოგეწონათ ჩემი პასუხი არ ყოფილა ან გამჭვირვალე არ არის საერთოდ ის კერძო რეზიდენტურის არც გასაუბრება არც შიდა გამოცდა ან არაფერი არა უკავშირი არ ყოფილა რატო დამიწუნეთ ან მიზეზი ხომ და არსებობდეს ნუ არ ყოფილა იმიტომ რომ ის ადგილი კონკრეტული ადამიანისთვის ყოფილა განკუთვნილი მაგის გამო გიწუნებენ რაო ეს გამო ან თუ ოჯახი ყავს შეიძლება მაგის გამოც გითხრენ რომ იცი რა ადი ოჯახს მიხედე აი მართლა ან ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა კერძო რეზიდენტურაზე კიდევ რომ კი მოგეხსენებათ სახელმწიფო კი 150 ლარი ღირს თვეში მაგრამ მინიმუმ 500 თუ გაგიმართლა 500 ლარია თვეში კერძო რეზიდენტურა და ნუ 1000 და მეტიც კიდევ ძალიან ან ბევრ კერძო რეზიდენტურის აკრედიტებულ კლინიკებში მისვლიან გასაუბრებაზე და უთქვამთ რომ პირდაპირ უთქვამთ რომ მშობლები ყავთ შეძლებულები რომ ეს თანხა გადაგიხადოთ რა შემოსავალი აქვს პირველი ეს უკითხავთ ან რა ვიცი რეზიდენტურის გასაუბრებაზე მიდიხარ გგონია რომ თქვათ აი ონკოლოგიის გადავხდი გამიუქმებე ან პირდაპირ გეუბნებია რომ მე არაფერს არ მოგცემ სანაცვლოდ კიდევ ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა რომ თქვათ აი რეზიუმეში მაძიებელს უწერია რომ გერმანული იცის ძალიან კარგ დონეზე და პირველი რეაქცია ყოფილა ის რომ აი ახლა მე რომ მიგიღო და მე რომ გერმანიაში გაიქცე შენ არ ხარ ისეთი კადრი რომ ჩვენთან გაჩერდე მე არ ვაწყობს რომ შენ მიგიღო და ამის გამო დაუწუნებიათ ადამიანი და ისეთი გააკეთე თქო შენც ისეთ სამსახურს შემოთავაზე რომ გასაქცევი არ მქონდეს გასაგები და დავრჩებით რა შემიქმნი პირობა და არ წავალ საერთოდ ანუ რატო უნდა გავიქცე ევროპაში თუ ევროპულ და ღირსეულ პირობებს აქ შემიქმნი. გავიცეთ სიტყვა ევროპაში უეჭველი უნდა წავიდეთ სასწავლად, ისე არ გამოვა, მაგრამ რა სასწავლად, მაგრამ გასაქცევად არა ხო რა, თორე სასწავლად უნდა წავიდეთ რა, მაგრამ აქ დავბრუნდეთ ერთო რა ხაბას თუ წავიდა ყველა საცხოვრება და კატასტროფა იქნება, დარჩება სულელებს რა ეს პირო და ეგ ცუდია რა. შესაბამისად სახელმწიფოზე რომ ძალიან ცოტა ადგილი ცხადდება, ძალაუნებურად ვინაიდან არ გინდა რომ წლები დახარჯო გიწევს კერძო რეზიდენტურაზე ჩააბარო, კერძო რეზიდენტურა ღირს, ნუ საშუალოდ 700 ლარი თვეში ამ 700 ლარის გადასახდელად იწყებ მუშაობას საერთოდ სხვა კლინიკაში, რომ ეს 700 ლარი გადაიხადო. ოღონდ 700 ლარს ვერ იხდი. ხო, 600 ლარი გაგხებაში და იმაზე ნაკლებს გიხდიან, ვიდრე რეზიდენტურას უხდი. და სახლიდან უნდა მიიტანო ფული ფაქტობრივად.
არ ვიცი, ცალკე ეს კერძო რეზიდენტურის საკითხი ცალკე ძალიან დასარეგულირებული. სულიად გაუმჭვირვალე არის. მოხდა რა თვალში რა, ეხა ეგეც კიდევ და კიდევ ეგეც შენახული მართლა, დავიწყოთ თავიდან, რა, რატომ მომატყუე, რომ მითხარი, რომ 900-ო კაცო, მოდით ჯავარეთ და მივკედავდი რა ჩემ თავს და წავიდოდი რა, სადმე რაღაცა არქიტექტურას ავარჩევდი. აი, ციფრებითაც რომ შევთანხმდეთ, დავთვალეთ, რამდენ აბიტურიენტს უცხადებს მიღებას უნივერსიტეტი. 900 მხოლოდ სამედიცინო უნივერსიტეტი და დანარჩენიც რო ავიღოთ, ანუ დანარჩენი უნივერსიტეტები, იქ ქუთაისში არის, წერეთის უნივერსიტეტი, ბათუმში არის, კიდევ არის სხვა კერძო უნივერსიტეტები, კავკასია და ასე შემდეგ. ჯამში დავთვალეთ, მხოლოდ ქართულენოვანი სტუდენტებისთვის 1600, ანუ მხოლოდ ქართულენოვანისთვის. პლუს 455 ცხადდება ინგლისურენოვან პროგრამებზე, რუსულენოვან პროგრამებზე, ანუ 2000 ცდება ჯამში. 1600 სტუდენტს გამოუცხადა 2026 წელს, აი ეხლანდელ ეროვნულ გამოცდებზე სამედიცინოზე ჩააბარებს 1600 ქართულენოვანი სტუდენტი. ფაქტობრივად იმ 1600-ს მოამზადებს მე გარკვეული პერიოდის მიხედვით, იმიტომ რომ მოგეხსენებათ პერიოდის შემდეგ, იმიტომ რომ უნივერსიტეტში არანაირი ფილტრი არ არსებობს და დიდი ალბათობით 90% მაინც დაამთავრებს აქედან. რეზიდენტურის ადგილი როგორც დავთვალეთ, აი უხეშად რომ დავთვალეთ, ეს იყო 97 რახან სახელმწიფოში გამოცხადა დაახლოებით ამდენივე რო ავიღოთ კერძოში, ანუ მაგდენი არ სხდდება, მაგრამ წელიწადში ორჯერ, ანუ 400 ყველაზე დიდი. ანუ ფაქტობრივად 1600 მიღებული სტუდენტიდან, რომელიც არ არის კონკურენტუნარიანი ევროპის ბაზარზეც. და 6 წლის მერე, ანუ 6 წელი დაკარგა ადამიანმა, ბოლოს მივიდა, დიპლომი ხელში აიღო და დარჩა უპერსპექტივო. ან უნდა იმუშაოს 600 ლარზე, აიღოს 600 ლარი 700 ლარი ხელფასი უმცროს ექიმად, ან წავიდეს ემიგრაციაში, ან საერთოდ სხვა პროფესია ერჩიოს 6 წლის მერე. რაც არ არის. ანუ ამ რეალობის წინაშე ვდგავართ. სერიოზულისაა რა, სერიოზული პრობლემაა და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ პრობლემების გაშლისთვის და ბოლოსკენ გავედით. და სხვანაირად შემახედა ჩვენმა საუბარმა რაღაცა იმ დასაწყისზე უფრო დამაფიქრა რა, რომ რაღაცა იდეაში იმ 16 თუ რამდენი წლისას აბარებს ის, ცოტა კარგად უნდა დაფიქრდეს რა, მისი მშობელიც და ისიც რომ სად მიდის რა, თორემ მიდის რაღაც მართლა ხორცაკებთან ქუჩაში უსაქმრობისთვის მიდის რა რეალურად და ეგ უნდა შეიცვალოს. ამ თემას რა ჩემი მხრიდან პირობას რაც გაძლევთ საჯაროდ, რომ ჯერ ერთი ამ თემაზე დისკუსიისთვის ეს პოდკასტი ყოველთვის ღია იქნება, ყოველთვის კიდევ სხვა ადამიანები ვიღაცებ ქონდა მე კომუნიკაცია თქვენს ჯგუფში კიდევ თქვენს მეგობრებთან და შევპირდი კიდევ და ეხაც ვადასტურებ რომ მოვიწევა აუცილებლად კიდევ ეპიზოდ ჩავწერთ ამაზე ხა ამასაც რო უყურებენ კიდევ რამე ეხლა შენიშვნები თქვენ თუ გაგიჩნდება შენიშვნები რა აზრები თუ გაგიჩნდებათ ახალი თუ მე გამიჩნდება აზრები გავშალოთ ხოლმე იმიტომ რომ საჯაროობა ვიღაცა ერთი ადამიანით მეტის გაუჩნდება აზრი რომ დაფიქრდება მაინც რომ ვა ისე მართლა რა უნდა უყოთ ამათ მართლა ხვალ რომ მივალ კაბინეტში ვისთან მივდივარ ხო აზრზე რო არო სახელმწიფო ყველა საქმეს კი, მასეა. და მეორე პირობა ის მინდა მოგცეთ რომ ის არის რა, ანუ ამ ბრძოლებში და იმაში მართლა გირჩევთ აუცილებლად რომ მაგაზე ცხვირი არ ჩამოუშვათ. საქართველოში ბევრი ექიმია, ვინც იდეურად ხარს უჭერს ამ თქვენს მოძრაობას და ვინ ზოგადად არ ეშინია რა, რომ თქვას რომ ეს იმახინჯია რა, რაც ხდება და ნუ გავიგე რომ შენ ასე იყავი, მაგრამ არ არის კარგი როგორც იყავი რა, ეხლა ესეც არ უნდა იყოს ასე რაღაცა, მოდი იქნებ ამის ცხოვრება ცოტა უკეთესი გავხადო, რაც აისახება მე პაციენტებს. არ არის ცოტა ექიმი, ვინც ასე ფიქრობს რა და ჯობია რომ პარალელურად თუ ექიმებთან მუშაობასაც გააღრმავებ და მეც ჩემი მხრიდან ვეცდები რომ ვინ ექიმებსაც დავპატიჟებ ჩვენ კოლეგებს რამე სხვა თემებს ავსაუბროთ, როცა თემა მოიტანს ყოველთვის აზრი გამოათქმევინა ხოლმე ამ ახალგაზრდა კოლეგების პრობლემებზე რა და ნახოთ აბა, ნახოთ ძალიან საინტერესო პროცესი გველის რა მომდევნო წლებში. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ. ეს იყო დოქტორ დეტერმინისტის პოდკასტის მე-20 ეპიზოდი, რომელიც მიეძღვნა ჩვენს ახალგაზრდა კოლეგების ძალიან ისეთ რა ეგზისტენციალურ პრობლემებს. პოდკასტი ჩაწერილი იყო 13-ში, დაგიბრუნდებით 2 კვირის შემდეგ 4 შაბათს. კარგად.